საუბრობთ M კვადრატის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მარიტა კიკრაძესთან. მარიტა, მოგესალმებით. მადლობას გიხდით მობრძანებისათვის იმედის დღეში ბიზნეს ინსაიდერში. მოკლედ M კვადრატის შემთხვევით არ მიხსენებია რომ ერთ-ერთი პირველი იყო მართლაც წლები ამის შემხებლობა მაქვს M კვადრატთან დიახ. და ნუ ყოველთვის არ ვიცი რომელი პროექტის გამოიტანეთ იმ პერიოდისთვის, აი დროის კონკრეტული პერიოდისთვის რაღაცა ესეთი ინოვაციური ნაწილით გამოირჩეოდა ყოველთვის. ახლა როგორი სიტუაციაა? რამდენი მიმდინარე პროექტი გაქვთ და ზოგადად გრძელდება თუ არა ის კონცეფცია, როგორც მე ვიცნობ M კვადრატს ფაქტიურად დაფუძნების დღიდან? მოგიყვებით, ამ ეტაპზე გვაქვს 6 მიმდინარე პროექტი სხვადასხვა უბნებში, რასაკვირველია. საბურთალოზე გვაქვს M კუბის საბურთალოს პროექტი, M კვადრატ ჰაილაითი და M კვადრატი ნუცუბიძეზე 2. დიდუბეში გვაქვს მირცხულავას პროექტი, მირცხულავას ქუჩაზე, ნაძალადევში ჭყონდიდელის პროექტი და ოქროყანაში მთაწმინდის პროექტი. ზოგადად, რა თქმა უნდა, მიმდინარე პროექტებით სრულად პასუხობს კომპანიის მისიას. ჩვენი მისია რომ შევქმნათ და განვავითაროთ ისეთი ადგილები, რომლებიც ერთმანეთს დააკავშირებენ ადამიანებს, ოჯახის წევრებთან, საკუთარ თავთან და შეძლებენ რომ იცხოვრონ საკუთარი ცხოვრებით. შესაბამისად, ყველა ჩვენს პროექტში, ასე ვთქვათ, ესეთი სივრცეების არსებობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ამ სტანდარტს მივყვებით რასაკვირველია. კი ბატონო, სხვა შორის და სხვადასხვა სეგმენტია ხო, რომელიც თქვენ იგივე ფასის ნაწილში სხვადასხვა სეგმენტია ხო, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ანუ ყველანაირი შემოსავლის მქონე ადამიანი იპოვის. კი, უბნებიდან გამომდინარე და პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს ამ კუთხით. კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენ აღარ ჩავშალეთ, თორე უბნების და მიხედვითაც საინტერესოა ფასები ბუნებრივია განსხვავდება, მათ შორის პირის შემოსავლიანობის ნაწილში თუ დეტალებში წავალთ, თუ საინვესტიციო ტყიდულობს ადამიანი, ბუნებრივია ეს ნაწილიც არის. რადგან უნდა ვისაუბროთ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი M კვადრატის პირველი ცათამბჯენი, ცათამბჯენები ესეთი ტენდენცია ამ კუთხით. პირველ რიგში საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, იმიტომ რომ ყოველთვის ვფიქრობთ ხოლმე რომ შეგვიძლია კი ცათამბჯენის აშენება, ასე ვთქვათ და ძირითადად რა არის აი პროექტის კონცეფცია, ხო? რატო გადაწყვიტეთ უკვე ცათამბჯენის აშენება? მოგიყვებით, კი. ეს არის M კვადრატ ჰაილაითი, რომელიც ჩვენი ინოვაციური უბნის M კუბის საბურთალოს მიმდებარედ არის. არის ძალიან საინტერესო და უნიკალური პროექტი თავის არქიტექტურით და დიზაინით. 26 და 36 სართულიან შუშის მანათობელ ორ ნაგებობას წარმოადგენს. ორი ნაგებობა. კი, ორი ნაგებობა არის და აი ამ ორ ნაგებობას აერთიანებს შუშის ვიტრაჟული სივრცე, ანუ ერთმანეთთან დაკავშირებული არის ეს ორი შენობა. ამ შუშის ვიტრაჟულ სივრცეში კომერციული და საოფისე ფართების განთავსება არის დაგეგმილი. პროექტი არის ძალიან საინტერესო თავის ხედებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ყველა სახლიდან, რა თქმა უნდა, პანორამული თბილისის ძალიან ლამაზი ხედები იშლება. რაც შეეხება საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრას, ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს რასაკვირველია ინკლუზიური ხელმისაწვდომობის, ენერგოეფექტურობის, ქარის მდგრადობის და უსაფრთხოების ფარგლებში. და ნუ როგორც აღნიშნე, ღამით განსაკუთრებით საინტერესო ხედები იქნება თითოეული ბინიდან. კი, დარწმუნებული ვარ, ზოგადად ძალიან კარგია ცათამბჯენის კონცეფცია. მით უმეტეს თქვენ ახსენეთ საოფისე ფართების ნაწილი, რომელიც აქვე საოფისე კომერციული ფართების ნაწილიც. აი, ზოგადად რა შეთავაზებები არის ახლა აქტუალური, იმიტომ რომ ნუ კომფორტულ ოფისებზე მიუხედავად პანდემიური პერიოდის ერთი პერიოდი ცოტა სხვა კონცეფციისა, ასევე კვლავ საკმაოდ მაღალია მოთხოვნა კარგ კომფორტულ კომერციულ ფართებზე. მათ შორის M კუბის საბურთალოს ნაწილში რა გაქვთ ძირითადი, რაც შეიძლება დააინტერესოს მომხმარებელს კომერციულად? მოკლედ M კუბის საბურთალო, როგორც აღნიშნე, არის დიდი უბანი, ჰაილაითიც ამის მიმდებარედ მდებარეობს, ესე ვთქვათ. M კუბის საბურთალოში 15%-მდე ფასდაკლება გვაქვს კომერციულ ფართებზე და გვაქვს სხვადასხვა ზომის კომერციული ფართები. პირველ რიგში ორი სიტყვით ვიტყვი მდებარეობის შესახებ, მაინც აკაკი ბაქრაძის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზის შორის მდებარეობს 13 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე M კუბის საბურთალოს. და ძალიან ხედვადია, ასე რომ ვთქვათ. კი, და მისადგომად კარგია, იმიტომ რომ ორი შესასვლელი აქვს გელოვანის მხრიდან, ერთი შესასვლელი აქვს სანაპიროს მხრიდან და შესაბამისად საკმაოდ ხელმისაწვდომი ადგილმდებარეობა აქვს. აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ 14 კორპუსისგან შედგება 6 ფაზისგან ეს პროექტი, 6 ფაზიდან 14 კორპუსიდან 10 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულებულია და შესახლებულია. ხალხი
ხალხი, შესაბამისად საკმაოდ ბევრი მაცხოვრებელი იქნება აქ და მოთხოვნაც კომერციულ ფართებზე ძალიან მაღალია. 80%-მდე კომერციული ფართები უკვე გაყიდული არის. სხვადასხვა კორპუსებში რამდენიმე კომერციული ფართი გვაქვს დარჩენილი. აი დასრულებულში მეორე ფაზაში გვაქვს 15%-მდე ფასდაკლება ამ ეტაპზე და საკმაოდ კარგი პერიოდია კომერციული ფართის შესაძლებლად. მაგარია, კარგი დამაფიქრებელი დროა 15%-იანი ფასდაკლება, იმიტომ რომ როგორც წესი ვიცით მე კარგი გაგებით რა ემართება M კვადრატის პროექტებს ზვირდება ესეთი პროპორციით კი ფასების ნაწილს ყოველთვის ზვირდება და აი ქირის ნაწილი ხა ჩვენ ქირის შემოსავლიანობაზე საუბრობდით ერთი სულ ბინების ნაწილში მაგრამ კომერციული ფართების ნაწილშიც ქირის შემოსავლიანობა მნიშვნელოვანია მომხმარებელს გადაწყვეტილებას იღებს საინვესტიციო ყოველთვის ეს ნაწილია და ამ ნაწილშიც ალბათ მე ვფიქრობ რომ ესეთი კარგი მომგებიანი ვერსია თქვენი შეფასებით ვარიანტია იმიტომ რომ წარმოგიდგენთ 8000-მდე მაცხოვრებელი იქნება აქ გულისხმობ მუდმივ მაცხოვრებელს კი საოფისეებში კომერციულებში კიდევ დამატებით საკმაოდ ბევრი ხალხი იმოძრავებს ამასთან ერთად შესაბამისად ნებისმიერ ტიპის მომსახურება დასჭირდებათ აქ მაცხოვრებელ და მომუშავე ადამიანებს აი ნებისმიერი ბიზნესი შეიძლება აქ წარმატებით ფუნქციონირებდეს იქნება ეს აფთიაქი სუპერმარკეტი ბავშვთა გასართობი ცენტრი სილამაზის სალონი მარტივად გარანტირებული მომხმარებელი კი გარანტირებული მაღალმსყიდულნარიანი მომხმარებელი ადგილზეა და შესაბამისად ვფიქრობ რომ ნებისთან ეს უბანი არის ღია არ არის დახურული უბანი შესაბამისად მართლა ყველანაირი ბიზნესი შეიძლება რომ აქ წარმატებით ფუნქციონირებს კი ძალიან საინტერესოა მართლაც კარგი აღნიშნაა რომ წყიდულობით მაღალმსყიდულობითნარიანი მომხმარებელია და მართლაც ბევრი რამ არის რაც ადგილზე ჭირდება ადამიანს ბოლო ტენდენცია ცხოვრების წესის ამას გვაჩვენებს რომ ადგილზე სერვისები თუ მიიღებს ამ მომსახურებას აღარც ექნება იმის საჭიროება რომ აი საცობში წავიდეს აუზი ჯიმი სკოლა ბაღი აი ყველაფერი იქნება ძალიან კარგი კიდევ ერთ გამორჩეულ პროექტზე მინდა კითხოთ და ასასრულს ეს არის თაწმინდის პარკთან პრემიალური პროექტი რას მოიაზრებს კონცეფცია მათ შორის მომხმარებლის ნაწილში რა გამოარჩევს რატომ უნდა გადავწყვიტოთ თაწმინდის პარკთან ამაზეც მოგიყვებით იმიტომ რომ თაწმინდის პროექტი მართლა განსაკუთრებულია ადგილმდებარეობიდან გამომდინარე თავისუფლების მოედნიდან იცით ხო სადაც 13 წუთის სავალზეა თავისუფლების კი ზუსტად 13 წუთის სავალზეა თავისუფლების მოედნიდან და 5 წუთის სავალზე თაწმინდის პარკიდან ინოვაციების ქუჩაზე მდებარეობს ძალიან კარგი ადგილია აქ გვექნება 6 5-სართულიანი შენობა რა თქმა უნდა გვექნება მოწყობილი ეზოები ბავშვთა გასართობის სივრცეები და ეს პროექტი უფრო იმათთვის არის გათვლილი ვისაც მშვიდ წყნარ და გამწვანებულ გარემოში უნდა ცხოვრება ძალიან საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც რომ სააგარაკე სივრცესავით არის თვითონ ტენდენცია რაც არის ხო ის ადგილი რომელსაც თქვენ ამბობთ ხშირად უფრო სააგარაკეთ გამოიხედა ოქროყანაშია კი ძალიან ახლოს არის თაწმინდის პარკთან და იდეალურია სააგარაკეთ თან გვაქვს ბინების მრავალფეროვანი არჩევანი იმ თვალსაზრისით რომ გვაქვს როგორც სტანდარტული ტიპის ბინები ასევე ეზოიანი ბინები ტერასიანი ბინები დუპლექსები და ასე შემდეგ შესაბამისად ოჯახებისთვისაც კომფორტულია თქვათ წყვილებისთვისაც კომფორტულია სააგარაკეთ ხო თავისთავად ძალიან კომფორტული და საინტერესოა და თან ყველაზე კარგი პერიოდი ამ ეტაპზე ბინის შესაძენად ოღონდ მართლა 30%-იანი ფასდაკლება გვაქვს ერთიან გადახდაზე კი და მხოლოდ ამით რომ არ შევზღუდოთ ესე ვთქვათ დაინტერესებული მომხმარებელი განვადებაზეც გვაქვს ფასდაკლებები 20-დან 26%-მდე და ვისაც სურს წინასწარი შესაძლებლად შიდა განვადებაზე სტანდარტულ შიდა განვადებაზე გვაქვს 20-დან 26%-მდე ფასდაკლება ერთიან გადახდაზე 30%-იანი ფასდაკლება ხოლო ვისაც სურს რომ პირველი შენატანის გარეშე იყიდოს ბინა თაწმინდის პროექტში შეუძლია პირველი შენატანის გარეშე გრძელვადიანი განვადებითაც ისარგებლოს შესაბამისად საკმაოდ მოქნილი და კარგი გადახდის პირობები კარგი პერიოდია ნამდვილად მარიტა ძალიან დიდი მადლობა ძალიან კარგად დამაფიქრებელი ინფორმაციის მოწოდებისათვის წარმატებას გისურვებთ დღეს ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია ჩვენ დავბრუნდებით პარასკევს